სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას ხავს რობერტი და მას რაღაც ყურმოკრულად გაუგია რაღაცა ბიბლის უცდომელობაზე, ჯაპარდიში გადაცემას უყურებდა. ჯაპარდი ალბათ იცით ხომ ეს გადაცემა პირდაპირ რო გადავთარგმნოთ ესე თქვათ რისკიანი თამაშები ხომ იცით არა გამოცნობაზე როა ფულის მოგებაზე პანელი არის პიროვნებას მიყავს და რამოდენიმე ადამიანი ეჯიბრება ზოგჯერ ოჯახები ეჯიბრებიან ერთმანეთს ამას ქვია ჯაპარდი ფრანგული სიტყვიდან მოდის მე რაც ჩავიხედე ხიფაცაც იმაშობა ეს შეიძლება საჯელა იმაშიც იყოს სამართლებრივ იმაში ქართულში გამოყენებული რომ რაღაცა სარისკო სახიფათო მაგრამ აი აქ თამაშების ის არის სერიალი სადაც შენ რისკის ქვეშ ხარ და პირდაპირ სიტყვებით მე მგონი დაშლილ თამაშს ნიშნავს გაშლილ თამაშს თუ არ მეშლება დუტა სხიბდალზესაც მიყავდა მე მგონი გადაცემა ხო თქვენთანაც გადის ესეთი გადაცემები და იქ მოუკრია ყური რომ რაღაცა აღმოუჩენიათ თურმე გადაშენებულ რაღაცა კაცობრიობაზე და ამაზე უნდა კითხვის დასვა მე მაინც ჩავთვალე რომ დამეტოვე და ბატონი ჯონი კარგად გაცემს პასუხს რატომ არიზიარებს ბევრი ადამიანი ბიბლიის უცდომელობას მე ეს დავასათაურე გამარჯობათ პასტორ ჯონ მე რობერტი მქვია გამარჯობა რობერტ ვიცი რომ უცდომელობა ერთ-ერთი საფუძველია რომელზეც ღვთის სიტყვას ვეყდნობით ცოტა ხნის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა სტატია რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ საკითხს სტატია სად იცით არ მახსოვს არაუშავს ჯონი პასუხობს დიახ მე მგონი ეს მეორე რჯულიდან არის ამოღებული რადგან ის სინამდვილეში ჯაპარდის შესახებ პასუხად გამოჩნდაო მართალია სადაც ადამიანთა ჯგუფი სავარაუდოდ განადგურდა. ახლა კი მათ არსებობის გენეტიკური მტკიცებულება აშკარად გახდა ცნობილი. ამიტომ უცდომელობა ეჭქვეშ დგება იმ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის გამო, რომელთა განადგურებაც დადასტურდა. ახლა ისინი არსებობენ. უბრალოდ მაინტერესებს გსმენია თუ არა ამის შესახებ. ალბათ ლაპარაკია რომ მეორე რჯულში სადღაც ნახსენები, ვერც მოიტანა პიროვნებამ, რომ გარკვეული ჯგუფი ვიღაცა ან ქანაანელთა რომელიღაცა ნაცია თითქოს და აღმოაჩინეს რომ კიდევ არსებობს. ამ დროს ბიბლია ამბობს რომ განადგურდაო. ალბათ მე ესე ვფიქრობ. მაგრამ ბატონო ჯორმა არ ჩათვალა საჭირო და ახლა ეკოლი ესენი, იმიტომ რომ თვითონაც არის ის პიროვნებამ საიდან სვავს კითხვის. არა ამის შესახებ არ მსვენია, მაგრამ ჯაპარდის შესახებ მსმენია და არც ერთ თეოლოგიურ საკითხს მაგათ ხრიდან არ ვენდობი. არ შეიძლება ჯაპარდიში ჩვენ რაიმე ნორმალური მოვისმინოთ. დიახ, მეც არ ვიცი, ეთყობა შერწყვა ამასაც დაიბნა და ჯონი ამბობს, წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობენ, მაგრამ ერთს გეტყვით, ბიბლია გაუძლებს პლანეტის ყველაზე მკაცრი მეცნიერების მიერ ყველაზე მკაცრ შემოწმებასაც კი, რომლებიც ყველაზე მეტად არიან განმანათლებლები ღვთის სულით, რათა ჩაუღრმავდნენ წმინდა წერილს და დაადასტურონ მიცი უცდომელობის მტკიცებულებები. სოფლიოში ხდება ის, რომ ისინი ბიბლიას სათამაშოსავით იყენებენ და მხოლოდ საკუთარ უმეცრებას ადასტურებენ ამით. რამდენიმე თვის წინ ბენ შაპიროსთან საუბრისას გახსოვთ ინტერვიუზე ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე. ამ საუბრის შემდეგ მან მითხრა: ვერ წარმოიდგენთ რა სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი ბიბლიაზე. ისეთ ადამიანთან, ვინც სინამდვილეში იცით რა წერია მასშიო. რადგან მე ძალიან მიჩვეული ვარ იმ ადამიანების წინაშე დგომას, რომლებიც უარყოფენ ბიბლიას, მაგრამ არც კი იციან რა წერია მასშიო. ეს იყო ბენ შაპიროს სიტყვები. ამიტომ თქვენ არანაირად არ უნდა შეეთამაშოთ ღვთის სიტყვას. თქვენ არ გსურთ ისეთი სასაცილო განცხადებების გაკეთება წმინდა წერილის უცდომელობის შესახებ, რომელთა დადასტურებაც კი შეუძლებელია. მაგრამ ყოველთვის იქნება აუდიტორია, რომელიც ზად იქნება ამის მოსასმენად და ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც სურთ მისი უარყოფა და მათ სურთ მეტი გამართლება თავიანთი უარყოფისთვის. მაგრამ ჩვენ ბიბლიას მივაწვით იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან უნარიანები და ყველაზე გულმოდგინედ ცდილობენ მისი უცდომელობის გარკვევას და არა აყოლას სულელურ ადამიანებზე და სულელურ აზრებზე. კარგით? მადლობთ რობერტ